საომარი მოქმედებების მე-7 დღე ახლო აღმოსავლეთში და ირანის განადგურებული თავდაცვა აღარ არსებობს ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები ამბობს ტრამპი და აცხადებს, რომ თეირანთან ერთადერთი შეთანხმება უპირობო კაპიტულაცია იქნება. პრეზიდენტი ფეზეშკიანი შუამავლების როლზე ალაპარაკდა და ირწმუნება, რომ მშვიდობისთვის მზადაა. ისრაელისა და ამერიკის ძალები თეირანში რეჟიმის ლოგისტიკური ობიექტების დაბომბვას განაგრძობენ. ტრამპი ირანელ ხალხს დახმარებას პირდება და ამბობს, რომ მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ქვეყანა განადგურებას გადაარჩინოს. ირანი იმაზე დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება. დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა. უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ დღე დილის 9 საათზე რუსეთთან ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. გადაწყვეტილებას ხელი ზელენსკიმ მოაწერა. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმე აქამდე მიიყვანა. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა ჩვეულებრივი პასპორტებით შეინარჩუნონ უვიზო რეჟიმი, წერს გერმანიის ელჩი. პეტერ ფიშერი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ოცნების ქმედებებზეა დამოკიდებული. რუსეთში ადვოკატ ბექა ბასილაიას 14 წლით დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. მას რუსეთის წინააღმდეგ შეერაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობა ედება ბრალად.